მარკოზის სახარების განმარტება თავი მეოთხე. თავი 4. მუხლი 1, 2. მერმე კვალად იწყო სწავლა ზღვის კიდესა და შეკრბა მისაერი მრავალი ვიდრე შესვლადმდე მისა ნავად და დაჯდა იგი ნავს ამას ზღვასა შინა და ყოველი იგიერი ზღვის კიდესა ქვეყანასა ზედა დგა. და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლას ამას მისსა. თუმცა თითქოს და გააბრუნა თავისი დედა მაინც ისევე მორჩილება მას, ვინაიდან მის გამო გადის ზღვასთან. ნავში იმიტომ ჩაჯდა რომ თვალწინ ეყოლებოდა რა ყველას გასაგონად ესაუბრა და არავინ ხოლოდა ზურგს უკან. თავი 4. მუხლი 3, 12. ისმინეთ ესე, გამოვიდა მთესვარი თესვად. და იყო თესვას ამას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მოვიდეს მფრინველი და შეჭამეს იგი. და სხვაი დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწა იფრიად და მეხსეულად აღმოსცენდა და რამე თუ არა იყო სიღრმე მიწისაი. და ვითარც ამზე აღმოხდა დასცხა და რამე თუ ძირნი არა დაებნეს განხმა. და სხვაი დავარდა ეკალთა შორის და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი და ნაყოფი ვერ გამოიღო. და სხვაი დავარდა ქვეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, აღმოვიდოდა და აღორძმდებოდა და მოაქუნდა 30-ეული, 60-ეული და 100-ეული. და ეტყოდა, რომელს ასხენ ყურნის მენად ისმინენ. და ოდეს იყო იგითვისაგან, კითხეს მას მოწაფეთა მისთა, რაი არსი გავი ესე. ხოლო იგი ეტყოდა მათ, თქვენ და მოცემულ არ ცნობად საიდუმლო იგი სასუფევლის აღმთისაი, ხოლო გარეშეთა მათ ყოველივე იგავით სიტყვად. რაითა ხედვიდან და არა იხილონ და სმენით ეს მოდის და ვერ გულისხმაყვან, ნუ უკვე მოიქცენ და მიეტეოს მათ ცოდვაი მათი. პირველი გავს სთავაზობს თესლზე, რათა უფრო ყურადღებიანი გახადოს მსმენელი. რამდენადაც ისაპირებს უთხრას, რომ თესლი არის სიტყვა და რომ თუ კი იგი უყურადღებოდ დაეცემა, წახდება, ამდენად უწინარეს ყოვლისა, ამაზე საუბრობს, რათა მსმენელი ეცადოს იყოს ყურადღებიანი და არ დაემსგავსოს იმ მიწას, რომელიც ხუპავს თესლს. მაგრამ ვინ არის მთესვარი? თავად ქრისტე, რომელიც თავისი კაცთმოყვარეობისა და გულმოწყალების გამო განუყოფლად გარდამოვიდა მამის წიაღიდან, გარდამოვიდა არა იმიტომ, რომ დაეცვა წყეული მიწა და ბოროტი გულები, არა იმიტომ, რომ გაიკაფა ეკალბარდი, არამედ იმიტომ, რომ დაეთესა თესლი. რა თესლი? იქნებ მოსესი? ან იქნებ წინასწარმეტყველთა? არა, თავისი, ანუ რათა ეკადაგა თავისი სახარება. და ის თესავდა კიდეც, მაგრამ ამ თესლთაგან ერთი დაეცა სულს, რომელიც ჩამოჰგავდა გზას, მრავალნი რომ თელავდნენ, ცისფრინველებმა ანუ ჰაერში გაბატონებულმა დემონებმა კი ჩამთქეს ეს თესლი. ასეთ ადამიანებს მიაკუთვნებიან კაცთმოთნენი, ისინი იგივენი არიან, რაც გზა მრავალთა მიერთელილი. ის ვინც ყველაფერს აკეთებს ამა თუ იმ კაცის საამებლად, იგი მრავალთა მიერითელება. მაგრამ დააკვირდი უფალს არ უთქვამს, რომ თესლი გზის პირას დააგდეს, არამედ იგი დავარდა გზის პირას იმიტომ, რომ მთესვარმა დააგდო თესლი ნიადაგზე, როგორც კეთილზე, მაგრამ თავად აღმოჩნდა რა, იგი უარგისი ხუპავს თესლს, ანუ სიტყვას. თუმცა ზოგიერთები კარგად იღებდნენ გზის პირას დავარდნილს იმ აზრით, რომ იგი ურწმუნო გულზე დავარდა. რამე თუ გზა არის ქრისტე, ხოლო გზის პირას მყოფნი ურწმუნონი არიან, რომლებიც გზის მიღმა, ანუ ქრისტეს მიღმა იმყოფებიან. მეორე თესლი კლდოვან სულზე დავარდა, გულისხმობ მათ, ვინც ადლად იღებს სიტყვას, მაგრამ შემდგომ უარყოფს. ისინი კლდოვანი არიან, როგორც რამდენადმე მიმსგავსებული კლდეს, ანუ ქრისტეს, რადგანაც მიიღეს სიტყვა, მაგრამ რამდენადაც ისინი სიტყვას დროებით იღებენ და შემდგომ უარყოფენ, ამის გამო კარგავენ მსგავსებასაც. სხვა თესლის დავარდა სულზე, რომელიც მრავალი საზრუნავითაა შეპყრობილი, რამე თუ ეკალი ყოფითი საზრუნავებია. მაგრამ მეოთხე თესლი დაეცა კეთილ ნიადაგზე. მას შეხედე, რაოდენი იშვიათია სიკეთე და რა ცოტანი ცხონდებია. თესლის მხოლოდ მეოთხედი ნაწილი გადარჩა. მოწაფეებს, რომლებიც მასთან მარტო დარჩენილნი ეკითხებიან, ეუბნება, თქვენ და მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი. მაგრამ ნუ თუ დაყოფისა და ბუნებით დადგენილი დანიშნულების გამო, ერთს მიეცემა ეს, მეორეს კი არა.
შეუძლებელია, მაგრამ მათ მიეცემათ როგორც მეძიებლებს ეძიებდეთ, ნათქვამია და ვპოვებდეთ, ცხები კი უფალმა დაბრმობილნი დატოვა, რათა მართებულის შესახებ ცოდნამ მათი მეტად განსჯა არ გამოიწვიოს, როდესაც ისინი არ აღასრულებენ იმას, რაც მართებთ აღასრულონ. თუმცა გინდა იოცდე, რომ ღმერთისგან ყველას აქვს მინიჭებული უნარი ხედავდეს იმას, რის გაკეთებაც მართებს. ისმინე. ხედვიდან ეს ღმერთისგანაა და არა იხილონ ეს ღვარძლისგანაა, რამე თუ ღმერთმა ისინი შექმნა თვალხილულნი, ანუ გამგებნი სიკეთისა, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, ხუჭავენ რა თვალებს თავისინებით, რათა არ მოექცნენ და არ გამოსწორდნენ, ისე თითქოს დაშურთ საკუთარი ცხონებისა და გამოსწორების. შეიძლება ასეც გავიგოთ, სხვებს ვეუბნები იგავებით რაითა ხედვიდან და არა იხილონ და სმენით ეს მოდის და ვერ გულისხმაყვან, რათა თუნდაც ამიტომ მოექცნენ და გამოსწორდნენ. თავი 4. მუხლი 13, 20 და ხრქუა მათ, არა იცით იგავი ესე. და ვითარ უკვე ყოველნი იგავნი გულისხმაყვნეთ? რომელი იგის თესავს, სიტყვას ამას თესავს. ხოლო ესენი არიან, რომელნი იგი გზასაზე და სადა იგი დაეთესი სიტყვაი და რა ჟამს ისმინიან, მე ხსეულად მოვიდის ეშმაკი და მიუღის მათ სიტყვაი იგი გულთაგან მათთა. და ესენი არიან კლდოვან სამას დათესულნი, რომელთა იგი რა ჟამს ისმინიან სიტყვაი, მე ხსეულად სიხარულით მიიღიან, და რამე თუ არა უბნძირი მათ შორის, არამედ საწუთო არიეთ, და რა ჟამს მოიწიის ჭირი, ანუ დევნულება ის სიტყვისა მისთვის, მე ხსეულად დაჰბრკოლდიან. და რომელნი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესენი არიან, რომელთა სიტყვა იგი ისმინიან და ზრუნვანი ამის სოფლისანი და საცტური სიმდიდრისაი შეუხდის და შეაშთვიან სიტყვა იგი და უნაყოფო იქმნის. და ესენი არიან, რომელნი კეთილსა ქვეყანასა დაეთესნეს, რომელთა ისმინიან სიტყვა იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან 30 და 60 და 100. აქ მითითებულია სამი ჯგუფის ადამიანები, რომელშიც სიტყვა იკარგება. ერთნი უყურადღებონი არიან, ისინი აღნიშნულნი არიან სიტყვით გზასაზე და მეორენი სულმოკლენი იგულისხმებიან სიტყვების ქვეშ კლდოვანსაზე და მესამენი გემოთმოყვარენი აღინიშნებიან სიტყვებით ეკალთა შორის. სამი ჯგუფია იმათიც, ვინც მიიღო და შეინახა თესლი, ერთნი გამოიღებენ ნაყოფს ასეულს, ესენი არიან სრული და ამაღლებული ცხოვრების მქონე ადამიანები, მეორენი 60-ს, ესენი საშუალონი არიან, მესამენი 30-ს, რომელთაც თუმცა ცოტა, მაგრამ მაინც მოაქვთ თავის ძალის და შესატყვისად. მაშ ერთნი ქალწულნი და მეუდაბნოენი არიან, მეორენი ისინი, ვინც კრებულთან ერთად ცხოვრობენ, სხვები კი ერში და ქორწინებაში მყოფნი. მაგრამ უფალი იღებს მათ ყველას, როგორც ნაყოფის გამომღებთ. და მადლობა მის კაცთმოყვარეობას. თავი 4. მუხლი 21, 23 და ეტყო და მათ, ნუ სანთელი მოიღიან და ხვიმირსა ქვეშე შედგიან, ანუ ცხედარსა ქვეშე დადგიან. ანუ არა სასანთლესა ზედა დადგიან. რამე თუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა იყოს საიდუმლოდ, არამედ რაითა განცხადებულად მოვიდეს. რომელსა ასხენ ყურნის მენად ისმინენ. აქ უფალი ასწავლის მოციქულებს იყვნენ ნათელნი, ცხოვრებითა და საქციელით. როგორც ლამპარი იდგმება იმისთვის, რომ გაანათოს, ასევე თქვენი ცხოვრებაო, ეუბნება, ყველასათვის თვალსაჩინო იქნება და ყველანი მას შეხედავენ. ამიტომ ეცადეთ კეთილად იცხოვროთ, რამე თუ თქვენ კუთხეში კი არ ხართ დაყენებულნი, არამედ ლამპარის მაგივრობას სწევთ, ლამპარს კი საწოლის ქვეშ არ მალავენ, არამედ თვალსაჩინო ადგილას დგამენ, სასანთლეზე. და ჩვენგან ყოველი ლამპარია, რომელიც სასანთლეზე უნდა დაიდაგს, ანუ ღმერთით ცხოვრების სიმაღლეზე, რათა სხვებსაც გაუნათოს და არა მუცელ ღმერთობისა და საკვებზე ზრუნვის ცხრაკლიტულში და არც უმოქმედობის საწოლქვეშ. რამე თუ არავის საკვებზე ზრუნვით დაკავებულთა და უდებებით შეპყრობილთაგან არ ძალულს იყოს ლამპარი, რომელიც თავისი ცხოვრებით ყველას უნათებს. და არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს. ვინც რა უნდა აკეთოს დაფარულად, კეთილი თუ ბოროტი, ყველაფერი გაცხადდება აქაც და განსაკუთრებით მომავალ ჟამს. რა იყო ღმერთზე უფრო იდუმალი? თუმცაღა ისიც ხორცში მოგვევლინა. თავი 4. მუხლი 24, 25 და ეტყო და მათ,
იხილეთ რა ესე გესმის, რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ და ზედა დაგერთოს თქვენ, რომელთა ეგე გესმის. რამე თუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა იგი აქუნდეს, მოვერეღოს მას. უფალი მოუწოდებს მოწაფეებს სიფხიზლისაკენ. დაუკვირდით, ამბობს, რასაც უსმენთ, არ გამოტოვოთ არაფერი ჩემგან თქმული. რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ, ანუ რა ზომითაც ყურადღებით იქნებით, სარგებელსაც იმ ზომით მიიღებთ. იმ მსმენელს, რომელიც ყოველთვის ყურადღებითაა და ამასთან უმაღლესი ხარისხით, ღმერთი ჯილდოსაც უდიდეს მისცემს, ზანტი ადამიანისთვის კი ჯილდოთ შესაბამისი იქნება. ვისაც მოშურნეობა და გულმოდგინება ექნება, მას ჯილდოც მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს მოშურნეობა და გულმოდგინება, მას ისიც წაერთმევა, რის ქონასაც ფიქრობს. რამე თუ სიზარმაცის გამო მასში ქრება ის მცირედი ნაპერწკალიც, რაც მას ადრე ჰქონდა, ისევე როგორც გულმოდგინების წყალობით იგი ღვივდება. თავი 4. მუხლი 26, 29. და ეტყოდა მათ, ესრეთ არს სასუფეველი ღმრთისაი, ვითარცა იგი კაცმან დასთესის თესლი ქვეყანასა და დაიძინის, და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ იგი მან არა უწყინ, რამე თუ თვისით თავით ქვეყანა ინაყოფსა გამოიღებს. პირველად წველი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქრითავსა მასშინა. და რაჟამს მოსცის ნაყოფი, მეხსეულად მოავლინის მანგალი, რამე თუ მოიწია მკაი. ღმრთის სასუფეველში იგულისხმება ღმერთის წინასწარ-განზრახულობა ჩვენს შესახებ. კაცი არის თავად უფალი, ჩვენთვის განკაცებული. მან ჩააგდო თესლი მიწაში, ანუ სახარებისეული ქადაგება. ჩააგდო რა იგი იმას წინავს, ანუ ამაღლდაზეცად. თუმცაღა ის აღდგის ღამე და დღე, რამე თუ თუმცა უფალს, როგორც ჩანს კი სწინავს, ანუ მრავლისმთმენია, მაგრამ იგი აღდგის. აღდგის ღამე, როცა საცდურთა მეშვეობით აღუძრავს მის შესამეცნებლად, აღდგის დღე, როცა ჩვენს ცხოვრებას სიხარულითა და ნუგეში თავსებს. თესლი თითქოს და მის გარეშე იზრდება, რადგან ჩვენ თავისუფალნი ვართ და ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული გაიზრდება თუ არ ეს თესლი. ნაყოფს უნებლიეთ კი არ გამოვიღებთ, არამედ ნებსით, ანუ ნაყოფი თვითონ გამოგვაქვს. თავდაპირველად, როდესაც ჩვილები ვართ და ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია ქრისტეს ასაკისთვის, ჩვენ ჯეჯილს აღმოვაცენებთ, ვუჩვენებთ რა სიკეთის ჩანასახს. მერე თავთავს, როდესაც უკვე გვაქვს უნარი წინ აუდგეთ საცდურებს, რადგან თავთავებით იკვრება ძნა, დგას სწორად და უფრო მეტ განვითარებას მიაღწია, შემდეგ წარმოიქმნება სავსე მარცვალი თავთავში, ეს მაშინ, როდესაც ვინმე სრულქმნილების ნაყოფი გამოაქვს. როდესაც მკა მოიწევა, მაშინ ნამგალი შეკრებს ნაყოფს. ეს ნამგალი ღმრთის სიტყვაა, მკა კი აღსასრულის ჟამი. თავი 4. მუხლი 30, 34. და ეტყოდა, რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაი. ანუ რომელი იგავი მოვიღოთ მისთვის. ვითარცა მდოგვისა მარცვალი, რომელი დაეთესის ქვეყანასა, რამე თუ უმცირეს არს იგი ყოველთა თესლთა, რომელნი არიან ქვეყანასა ზედა. და ოდეს დაეთესის და აღმოხდის და იქმნის იგი უფროის ყოველთა მხალთა და გამოიხუნის რტონი დიდდიდნი, ვითარ მეტ შესაძლებელ არნცა ქვეშე საგრილსა მისამ ფრინველთა ცისათა დადგრომად. და ესე ვითარითა იგავითა ეტყოდა მათ სიტყვასა, ვითარცა შემძლებელი იყვნენ იგინის სმენად. და თვინიერი გავისა არ არას ეტყოდა მათ, ხოლო თვისაგან მოწაფეთა გამოუთარგმანის იგი ყოველი. მცირეა სიტყვა რწმენისა, იმიტომ რომ მხოლოდ უნდა ირწმუნო ქრისტე და ცხონდები. ხედავ რომ ეს სიტყვა ისეთივე მცირეა, როგორც მდოგვის მარცვალი. მაგრამ მიწაზე დათესილი ქადაგება სიტყვა გაფართოვდა და გაიზარდა ისე, რომ ისმის ჩრდილშიც ის ფრინველნი იბუდებენ, ანუ ყველა ადამიანი თავისი მაღალფარდოვანი ცოდნითა და მაღალი გონებით მართლაც, რამდენი ბრძენი დაამშვიდა ამ ქადაგებამ, დაუტევა რა ელინური სიბრძნე. ამრიგად ეს ქადაგება ყველაზე დიდი გახდა და დიდი ტოტები გამოისხა. რამე თუ მოციქულნი ამ ტოტებივით გაიყვნენ, ერთი რომში, მეორე ინდოეთში, მესამე აქაიაში, დანარჩენები კიდე დამიცის სხვა ქვეყნებში. უფალი ხალხს მრავალი იგავით ესაუბრება, სთავაზობს რა იგავებს მსენელის მდგომარეობიდან გამომდინარე.
რამდენადაც ხალხი უბრალო და გაუნათლებელი იყო, ამიტომ ახსენებს მას მდოგვის მარცვალს, მწვანილსა და თესლს, რათა მისთვის ნაცნობი და ჩვეული საგნებით ასწავლოს რაიმე სასარგებლო ან და აიძულოს მივიდეს და ჰკითხოს და კითხვის წყალობით გაიგოს ის, რაც გაუგებარია. ასე უხსნიდა მოწაფეებს ყველაფერს პირისიპირ, რამდენადაც ისინი პირდაპირ მიდიოდნენ და ეკითხებოდნენ მას. უხსნიდა მხოლოდ ისეთ რამეს, რასაც ისინი ეკითხებოდნენ და რაც არ იცოდნენ და არა საერთოდ ყველაფერს, ცხადსაც კი. რამდენადაც როდესაც იგებდნენ იმას, რასაც ეკითხებოდნენ, აქედან ცხადი ხდებოდა მათთვის სხვა რამეც და ამრიგად ხსნიდნენ ყველაფერს. თავი 4. მუხლი 35, 41. მას დღეს აშინა, ვითარცა შემწუხრდა ხრქუა მათ, წიაღოხდეთ მიერ კერძო. და დაუტევეს ერიგი და წარიყვანეს იგი მოწაფეთა, ვითარცა იყო ნავსა მას შინა, და სხვაიცა ნავები, რომელი იყო მისთანა. და იყო მეხსევლად ბორბალი ქარისაი დიდი და ღელვასა მას შთა ასხმიდა ნავსა, ვითარმეტ აღცა ივსებოდა ნავი იგი. და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა. და განაღვიძებდეს მას და ეტყოდეს, მოძღვარ, არაფსრუნავ რამე თუ წარუწყმდებით? და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღვასა და ხრქუა, დადუმენ და პირი დაიხავ. და დასცხრა ქარი იგი და იქმნა დაყუდება დიდ. და ხრქუა მათ, რა ისა ესოდენ მოშიშ ხართ. ვითარ არა გაქოს სარწმუნოებაი. და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას, ვინმე არს ესე რამე თუ ქარნიცა და ზღვაიცე ერჩიან მას? მათე უფრო სხვაგვარად მოგვითხრობს ამის შესახებ, ვიდრე მარკოზი, ის რაც მან უფრო ვრცლად თქვა, ამან შეამოკლა და პირიქთ, ის რაც პირელმა მოკლედ გადმოსცა, ამ უკანასკნელმა უფრო ვრცლად გვიამბო. უფალსთან მიჰყავს მოწაფეთაგან ერთნი, აძლევს რა შესაძლებლობას იყვნენ მხილველნი მომავალი სასწაულისა. მაგრამ თავი რომ არ აღიმაღლონ იმის გამო, რომ სხვები გაუშვა, ხოლო ისინი წაიყვანა და ამასთან ასწავლოს განსაცდელის გადატანა, უშვებს მათზე განსაცდელში იყვნენ ქარიშხალისაგან. ხოლო სწინავს ამასთან იმ მიზნით, რომ სასწაული უფრო მნიშვნელოვანი ეჩვენოთ, ძლიერი შიშის შემდეგ სხვაგვარად, ქარიშხალი ქრისტეს სიფხიზლის დროს რომ ამოვარდნილიყო, მათ არ შეეშინდებოდათ, ან არ მიმართავდნენ თხოვნით გადარჩენის შესახებ და აი ის უშვებს მათზე შიშით იყვნენ შეპყრობლნი საფრთხის გამო, რათა გააცნობიერონ მისი ძლიერება. რამდენადაც მათ მხოლოდ სხვებზე ჰქონდათ ნანახი ქრისტეს ქველი საქმეები, ხოლო თვითონ მსგავსი არაფერი განეცადათ, იყო შესაძლებლობა, რომ ისინი უზრუნველნი გახდებოდნენ, ამიტომ უფალი უშვებს იყოს ქარიშხალი. მას წინავს ნავის კიჩოზე, ის, რაღა თქმა უნდა, ხის იყო. იღვიძებს რა ქრისტე თავდაპირველად ქარს შერისხავს, რამდენადაც ის ზღვის ღელვის მიზეზად გვევლინება ხოლმე, შემდეგ კი ზღვასაც აწყნარებს. ამ ხელს მოწაფეებსაც იმის გამო, რომ მათ რწმენა არ ჰქონდათ. რამე თუ რწმენა რომ ჰქონოდათ, დარწმუნებული იქნებოდნენ, რომ მას მძინარესაც შეეძლო მათი უნებლად დაცვა. მოწაფეები ერთმანეთს ეუბნებიან, ვინმე არს ესე, იმიტომ რომ კიდევ არ ჰქონდათ მის შესახებ ჩამოყალიბებული წარმოდგენა. რამდენადაც ქრისტემ დაამშვიდა ზღვა მხოლოდ იმითი, რომ უბრძანა და არა კვერთხით, როგორც მოსემ, არა ლოცვითი მოწოდებით, როგორც ელისემ იორდანეს, არა კიდობნით, როგორც ისუნავემ, ამიტომ მათ იგი ადამიანზე აღმატებულად მოეჩვენათ, ხოლო იმითი, რომ ეძინა, კვლავ ადამიანად წარმოუდგებოდათ.